მაშინ როცა ხვამლის მთისკენ მოვდიოდით, ვერ გავითვალისწინეთ, რომ ამ ადგილს სხვა ძალა და განსაკუთრებული მისტიკურობა იქნებოდა. აღმოჩნდა, რომ აქაურობა საიდუმლოს იმაზე მეტად უფრთხილდება და ინახავს, ვიდრე გადმოცემით ვიცით. წინა ექსპედიციის მსგავსად აქაც გაწვიმდა. ცოტა ხანში დაბნელდა კიდეც და ჩვენც გზამკვლევის გარეშე წამოსულებს გზა აგვევნა. ხვამლის იდუმალებით მოცულმა მთა კი ჩვენი მოგზაურობა კიდევ უფრო საშიში და მისტიკური გახადა. ესე იგი თაკო ჯუჯღუნებს. იმიტომ რომ დაგვაღავდა. დაღამდა და ვერ მივედი. არა უშავს. არა უშავს, შენ სულ ესე იცი, არა უშავს, აღარ შემილია. წამოდი. არ მინდა ჩაელა. იცი რა არის ყველაზე მაგარი? ეს წვიმას რო არ ჩერდება. სადმე გავშალოთ ბანაკი და დავრჩეთ. ვერ გავაგნებთ. რა ბანაკი? ამიდგინა გაშალო ბანაკი. არა, მაგრამ რაღაცნაირად იქნებ შევაფაროთ თავისადმე. წამოდი რა. მიდიხარ, იცი ადგილები. რამდენიმე საათი წვიმაში და სიბნელეში წრეზე სიარულის შემდეგ გაგვიმართლა და შემთხვევით შორიდან სინათლის შუქი დავინახეთ. აღმოჩნდა, რომ ხვამლის დალაშქრას GDS ექსპედიციის გარდა სხვა ექსპედიციაც აპირებდა. გამარჯობა. კიდე კაირო. გადავდევი ჯგუფი, ვერ და დავიკარგე. აი, ძალიან ცუცი, ძალიან სარში გავეცეთ, ჰა? საიდან მოდიხარ? ამოვედით სოფელი როა რაღაცა ის გზა. ამოვიარეთ რა. ტვიშიდან, ხო? და მივდივართ ხვამლისთან. აი კიდე როგორ შეიძლება ლაშქრობაში წავედით და რაღაცა მასაფიშტები. ეგრე გამოვიდა რა. აუ, გავიდი. აა, შემოგვიერთდი ჩვენ მოლაშქრეთა რაღაცას მოგიხარ ეროვნული ფედერაცია. აუ, დაგაფიქრე. და კაი გვააკაროფის ეგრე თორე რა ვია, მაგარი გადარჩენილები. მოლაშქრეთა ფედერაციას ჩვენი მასპინძლობა მოუხდა. მათ კარავით დაგვითმეს და ხვამლის მთაზე უფრო მეტი ინფორმაციაც მოგვაწოდეს. თაკო, ბევრ რამეზე დავფიქრებულა. ბევრი რამე მიოცნებია, მაგრამ თურმე ყველაზე მთავარი ყოფილა კარავი. სადაც წვიმა არ ჩამოდის. ცხოვრებაში თუ ოდესმე კარავს ვინატრებდი, მაგრამ აი მიუხედავად იმისა, ჩვენ დავიკარგეთ. არ შევჭამა არც მგელმა, არც დათმა და ღმერთმა გამოგიგზავნა მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია, ხო? ბიჭები, რომლებმაც ჩვენი წივილ-კივილ ფუს-ფუს შიში დაინახეს თუ შეიგრძნეს და შეგხვდნენ და რა ვიცი ბიჭებო, რა გვაქვს მადლობის მეტი სათქმელი. ზოგადად ხვამლისთა ძალიან მისტიური ადგილია. არაერთი ლეგენდა უკავშირდება რეალურად. ძალიან ბევრ საიდუმლოებას მოიცავს ხვამლისთა და ბევრ ხანდახან ტრაგიკულ ამბავთანაც არის დაკავშირებული. ერთი ტრაგიზმი დღეს გადავიტანე. კი, აი ჩვენ გარდა ბევრი ესეთი განძის მაძიებელი შეიძლება. ისტორიებთან რაღაც ისევ შეხედვას, ხო კარავში ღამები. აი ბავშვობის ოცნება იხდე? ხო, რაღაცა. კარგით, მაშინ მოდით ისეთ ამბებზე გადავიდეთ, რაც სახელმძღვანელოებში და წიგნებში არ წერია და ძალიან ისეთი საიდუმლოებებით არის მოცული. ნუ ერთ-ერთი ყველაზე მეტნაკლებად პოპულარული არის მეორე მსოფლიო ომის დროს ჩატარებული გერმანელების ექსპედიცია, ეგრეთ წოდებული Edelweissi. კი ბატონო, რომელიც, ნუ, გარკვეული ადამიანების აზრით ეს იყო ტაქტიკურად ყველანაირად გაუმართლებელი ოპერაცია, სვანეთში პატარა დესანტის ჩამოსვლა. იქიდან ხვამლის მთაზე ამოსვლა, რამდენიმე დღე გაჩერება და უკან დაბრუნება და ფატალური შედეგით დამთავრება, ანუ დაიხოცა. სავსებით შესაძლებელია, რომ ხვამლის მთაზე ძალიან ბევრი ისეთი არტეფაქტი ინახებოდა და ჰქონდათ ამის შესახებ ინფორმაცია და გამოგზავნეს ექსპედიცია, რომელიც თავგანწირვით ცდილობდა მოეპოვებინა ეს რაღაც არტეფაქტების შესახებ ინფორმაცია. ხვამლის მთა რომ მისტიკურია და რაღაც განსაკუთრებულ საიდუმლოს ინახავს, ჩვენ საკუთარ თავზე გამოვცადეთ. მაშინ როცა ექსპედიციაში წასვლის წინ ამინდის პროგნოზი შევამოწმეთ და წესით ხვამლის მთა ცივ, მაგრამ მზიან ამინდში უნდა დაგველაშქრა, შუაღამით სრულიად მოულოდნელად ქარიშხალი ამოვარდა. მე მგონი ვერ უშვალეთ ხარ. ხელი გუქე თავი და ქვემოთ. ვეღარ ვახერხებ სამწუხაროდ სამი. რამდენიმე საათის განმავლობაში სტიქიას უშედეგოდ ვებრძოდით. ხომლის მთამ არ მიგვიღო. ვეცადეთ დასახლებულ პუნქტამდე ფეხით ჩავსულიყავით. გუშინ ვერ ავედით, იმიტომ რომ დაგვაღამდა. ეს რას მოხდა ალბათ იხილავთ ან იხილეთ. სტორმი დაგვატყდა, თავს არ აქვს თუ გარეთ გაჩერება არავის ყავრებშიც ვერ შევძერით.
თითქმის ყველა კარავი წამოგვაყვრა. მოგვიწია მაშველების გამოძახება, ეხლა ჩვენ რაღაც ლოკაციამდე ჩავალ და ალბათ ვერ გავხსნებია. თაკო არის სული და მე ხმას ვეღარ ვიღებ. არ ვიცი რა უთხარი თუ არ უგეში. თავი არ გაიყენოს. ყველაზე მაგარი ისე რომ ჩვენი ოპერატორები მაგრამ მუშაობენ. ეს ერთდროსაც. წავედი. საბედნიეროდ უახლოეს სოფლამდე ჩავახციეთ, სადაც ჩვენი მანქანაც დაგვდა. თუმცა ქარიშხალი ერთადერთი დაბრკოლება არ აღმოჩნდა, რისი გადალახვაც მოგვიწია. უკან მიმავალ გზაზე ადიდებული რიონის გადაცურვა მოგვიხდა. მიდი ძმაო, ნუ გეშინია თაკო. დავაი. მიუსიგნალე ბიჭო. არა, სიო გამოვედით ბიჭო, რაღაცა რა თავი